რადგანს დაპირებების მიღმა, რომელიც ამ დრომდე ფუჭი აღმოჩნდა, იქნებოდა ეს 14 წლის წინ გაცემული, მერე შეწყვეტილი დაპირებები, თუ კვლავ დაბრუნებული დაპირებებს ქართული ოცნება, ვისაუბრებთ პოლიტიკოსებთან ერთად. აკაკი ბობოხიძეა, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით, ბატონო აკაკი, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. რაღაცნაირად მინდა 14 წლის თავზე შევხედოთ ივანიშვილს, რა შერჩა ხელში, ვიდრე ვისაუბრებდეთ ოპოზიციას რა სტრატეგია აქვს, მაინც მინდა ამ ფასების კომისიას მივაპყრო თქვენი ყურადღება, რატომ დასჭირდა ეს აჟიოტაჟი რეჟიმს და ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული ეს კომისიაც ასრულებს მუშაობას და ვიღაც დამნაშავებულ და გამოიკვეთოს. ხელში რა შეჭა, არ ვიტყოდი ხო მთლად რა შეჭა და ჯერჯერობით მთელი ქვეყანა თავისი ხალხით და манипуლირებს ამით როგორც უნდა და როცა უნდა. მაგრამ რა შეიძლება ფასების დამდგენ კომისიას. დამდგენი ირონით იმედია მიხვდება მსმენელი. მართალი გითხრათ მიკვირდა, იმიტომ რომ ვინ და ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რომ ფასებს ესე ხელოვნურად ვერ შეამცირებენ. მართალი გითხრათ მიკვირდა, რატო დაიწყეს ეს ყველაფერი, თუმცა ნაწილობრივ სინათლე შევიდა ჩემთვის აი ამ ბოლოს დაწყებულ პროპაგანდაში, სადაც ლოგიკურად მივედით. სოფო მე ძალიან ხშირად უყურებ სოციალურ ქსელებში უკრაინელებისა და რუსების პაექრობას და უკრაინელების ერთ-ერთი ძირითადი შეკითხვა რუსებთან არის, რომლებიც აი ამაყობენ თავიანთი დიდი რუსეთით, ეკითხებიან მარტივ რამეს, რატო არ ბუნებრივი რესურსებით უმდიდრესი რუსეთი, რომელიც აი უმდიდრესია და შეიძლება ცალკე დადო რუსეთის ფედერაცია და დანარჩენი მსოფლიო და შეიძლება გადაწონოს რაღაც რესურსებში რუსეთში არსებულმა რაოდენობებმა. რატომ არის რუსეთი ღარიბი და რატო არის ევროპა, მათ შორის ვთქვათ ბალტიისპირეთის პატარა ქვეყნები მდიდარი. და მთავარი პასუხი იცით რა არის რუსების? იცით იქ რამდენია გადასახადი და იქ როგორია ფასები? და ხომ არ გაგონებთ ქართული ოცნების აი ამ კამპანიას. ევროპელებს რომ უთვლიან ძვირ პროდუქციას. უთვლიან და ამ დროს და ბოდიშვილი მახსენდება მიხეილ ყაველაშვილის ცნობილი გამოთქვამი, ჩვენ და თქვენ შორის რუსულ საქმეს აკეთებს, იმის დედაცო და მე მინდა ყაველაშვილს უთხრა, დიახ, ეგრე იყოს, იმიტომ რომ აქაც რუსულ საქმეს აკეთებენ. იმიტომ რომ ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი აღმოჩნდა, რომ არის დემონიზება ევროპის, რომ თურმე ევროპაში კატასტროფულად დიდი გადასახადებია, თურმე ევროპაში კატასტროფულად მაღალი ფასებია, ხო, ევროპაში უფრო მაღალი ფასებია, ვიდრე საქართველოში, ოღონდ თუ ნახავთ რამდენია მსყიდველობითი უნარი აქვს იმ ხელფასებს, იმ შემოსავალს, რომელიც აქვს ევროპელს, აღმოვაჩენთ, რომ მაგალითად საშუალო ქართული ოჯახის სადღაც 40-დან 60%-მდე თუ მთლიანად არა საშუალო ოჯახს ლაპარაკობ და არა ღარიბებს 40-დან 60%-მდე მხოლოდ კვებაში მიდის. მაშინ როდესაც ვთქვათ საშუალო ევროპელის შემოსავლების მხოლოდ 10-15-17% თუ მიდის კვებაში. ანუ სინამდვილეში აქაც მიდის ხო დემონიზება ხდებოდა რაღაცა LGBT თემებით, კაცი-კაცია, ქალი-ქალია და აი ელემენტარული არ ვიცი, ქართული ოცნების ამორჩეველი, რომელიც ნამდვილად არ მგონია უგუნური, მაგრამ მგონია უღირსებო. რატო მგონია ეცი უღირსებო? იმიტომ რომ ლოგიკა დაივიწყეს და ყველაფერს ყვებიან, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ და თან ხელისუფლება ხო არ გონია მარტო ბიძინა ივანიშვილის არის. აი ეს რიგითი ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომელიც ზის როგორც წურბელა ბიუჯეტზე, ისიც ამ ხელისუფლების ნაწილია, ის ამ ხელისუფლებიდან იღებს რაღაცა სარგებელს ქვეყნის და ჩვენი ხალხის უბედურების ხარჯი. ამიტომ ყველაფერს ბოდიშვილი ამ ტერმინზე, იმიტომ რომ ამართლებს კიდე ცოტა სხვა რამე, აი რუსული სიტყვა უფრო შეესაბამება იმ გარემოების აღწერას. ყველაფერს აპრავებს მიუხედავად იმისა, რომ გონიერება და ლოგიკა არ აკლია. ანუ რა აკლია ღირსება, სინდისი და ნამუსი. სხვანაირად შეუძლებელია აყვე შეიძლება ადამიანები ფაქტების წინააღმდეგ მივდიოდეთ. ქართული ოცნების ყველა წევრის ოჯახები სწავლობენ კერძო სასწავლებლებში, სწავლობენ დასავლეთში და ხელოვნურად მეუღლეებს ამშობიარეს დასავლეთში, რომ იმ ქვეყნის მოქალაქეობა მიეღოთ. ანუ იმ ქვეყანაში ინტეგრაციას ცდილობენ თავიანთი შთამომავლების, რომელსაც
რომლის დემონიზებასაც გვიკეთებენ ჩვენ. თუმცა ეს კამპანია დაიწყო იმით ბადნოკაკო რომ პირიქით კობახიძემ დათვალა რომ იქ რაღაც პროდუქცია გაცილებით იაფიაო ჯერ პრემიერის რომ იბრალებს კაცი მქიაო და ამას იკვლევს ამ ლოგიკით დაიწყეს. ეხლა ვერ გამოვიდა რასაც ჩვენებს ეს თქვენთვის. ეხლა მე ერთ რამეს თუ გვაქვს დრო მათემატიკა უფრო რთულია არითმეტიკა არის აი მე 4 კლასამდე რასაც ვსწავლობთ რა აი მე ეხლა დაგითვლით საწვავის ფასს კი ბატონო დღეს სხვა ჩვენს ნაკომპანიებს საწვავის ფასი ძალიან დიდია ხო ვამბობთ საწვავის ფასი ძალიან დიდია 3 და 60 კი ბატონო 3 და 60 კი ბატონო აი მე მინდა ქართულმა ხალხმა იცოდეს სხვათა შორის ევროპული საქართველოს ვიყავით ლამის ერთადერთი პარტია თავის დროზე რომლებიც გამოდიოდით არა ბენზოკალუნკების მეპატრონეების წინააღმდეგ როდესაც კამპანია გქონდა საწვავის ფასების დის წინააღმდეგ არამედ ხელისუფლების წინააღმდეგ იმიტომ რომ პირდაპირ ვამბობ რომ ხელისუფლებაა მთავარი ზოგადად იმას კი არ გულისხმობ რომ ყველაფერში ხელისუფლებაა დამნაშავე არა პირდაპირ დამნაშავეა 3 და 6-ია აქედან რო იცოდეს ქართულმა ხალხმა არსებობს ეგრეთ წოდებული აქციზის გადასახადი რომელსაც შემომტანი იხდის პირდაპირ საბაჟოზე ის თუ არ ვწდები 16-ში თუ 17-ში შეიცვალა იყო 25 თეთრი 250 ლარი ტონაზე ეს დაახლოებით არის 25 თეთრილიტრზე და გახადეს 50 თეთრი. ანუ 3 და 6 არ იქნებოდა 3 და 6 გამოკლებული 25 თეთრი. ანუ იქნებოდა დღეს საწვავის ფასი რომ ხელისუფლებას ხელოვნურად არ გაეზარდა 3 და 35. მოდი ახლა ეს გადავიყვანოთ იმაში რა ქვია დოლარში. დოლარის ფასი არის 2 და 7, ეს არის 1 და 24 ცენტი. მოდი ახლა ეს გავამრავლოთ კურსი რომ არ გაფუჭებულიყო, ხო თითქოს რთული აი რამდენი საფეხური გავაკეთე, ხო უმარტივესი რამეა. ეს გავამრავლოთ კურსი რომ არ გაეფუჭებია ხელისუფლებას 1 და 64-ზე, რითაც ჩავაბარეთ მათ ხელისუფლება, დღეს საწვავის ფასი იქნებოდა ლარი და 98. აი რა უნდა ქნას მაინტერესებს შემომტანმა, თუ აქ ხელისუფლება ლარის კურსს 4-ზე დაახვედრებს, ბუნებრივიაო საწვავის ფასიც აიწევს. ბუნებრივია. ეს დაწევა იყო თქვენი ერთ-ერთი გამოსავალი. გარდა ამისა, ჩვენ თქვით რამდენიმე დღის წინ მქონდა ბრიფინგი და თქვით როგორ შეიძლება დაწიო ფასები. აი ეს 25 თეთრი ბოლოს და ბოლოს გაანახევრე კვების პროდუქტებზე ესე ძალიან თუ გაწუხებს პირველადი მოხმარების საგნების ფასი, ოღონდ აუცილებლად მინდა ძალიან ჩახედულმა ეკონომიკაში სულელად რა ჩამთვალო, ძალიან მინდა ხაზგასმით თქვა რომ ეს ყველაფერი იქნება დროებითი ღონისძიებები, რატო ფასები ისევ წავაზევით, თუ სახელმწიფო და ეროვნული ბანკი არ შეწყვეტს დოლარის ლარის განუზომლად ბეჭდას. აი წარმოვიდგინეთ, სოფო რომ ბაზარში შემივდიოდით, რაღაცის ყიდვას ვაპირებთ და უცებ დაგვხვდა ბაზარში შემსვლელ ადამიანებს, დახვდა ვიღაცა და ყველას დაურიგა ფული. თქვენ გონიათ რომ უფრო მეც იყიდით, ხო უფრო მეტი ფული გექნებათ ბაზარში შესვლის. ფული უფრო მეც კი ვერ იყიდით. იმ წუთში ბაზრის მომხმარებელი როგორც კი დაინახავს, რომ ეს რა ქვია, თხოვნელებს ფული გაუჩნდა მეტი, მოუმატებს ფასი, იმიტომ რომ ვინც მეც გადამიხდის იმას მივცემ და რადგან ფული გაგიჩნდათ, იმიტომ რომ ვიცი რომ ბაზარში შემოსვლის წინ ვიღაცამ ფული დაარიგა, ფასი აიწევს და მაინც ინვეს იყიდით. ასე რომ ვიმეორებ რომ ეს ყველაფერი არის კომპლექსური და სანამ ქართველი ამორჩეველი არ მიხდება რომ ქართულ ოცნებას ქვეყანა ჩაძირა ჭაობში და მიყავს დაღუპვისკენ, მანამდე სამწუხაროდ არაფერი არ გვიშურება, იმიტომ რომ აი ნახეთ მაცივარი რომ გამოაღო საქართველოს მოქალაქე მიცის რომ მას თვიდან თვემდე რამდენჯერ აქვს ხორცი, რა ღირს ეს ხორცი, კობახიძემ რომ არ უთხრას, რომელიც გაირკვე რომ მაღაზიებში არ დადის და ვებგვერდზე ამოწმებს ამის ფასებს, ძალიან მარტივად იცის რა ღირს ხორცი, მარტივად იცის სანამდე მიყვება მას ის მცირე შემოსავალი რაც აქვს, მაგრამ რეჟიმი ამ პირობებში და თქვენ შეამჩნევდით ამას და ჩვენ ამაზე ვქონდა აქცენტი ცოტა ხნის წინ რომ დაპირებები აღარ ქონდა ბოლო არჩევნების წინ ივანიშვილის რეჟიმს, მაგრამ როგორც ჩანს ამის საჭიროება გაჩნდა დღეს, ფასები მაღალია და ფასების დაწევა არის ერთ-ერთი მათი მთავარი მესიჯბოქსი და ის რომ დაალაგებენ შეერთებულ შტატებთან. ქვეყნის შიგნით და გარეთ დასაპირებელი საჭიროება დაუდგათ, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი რჩებიან ძალაუფლებაში. ლეგიტიმურად, არალეგიტიმურად ამაზე დაობენ, ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს სერიოზული, მაგრამ მის დაიწერო სამწუხაროდ ჯეჯორითელი საქართველოს მათ ხელშია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იციან
რომ ისინი არიან მართლები და რომ ყველაფერი ძვირია, რომ ეს არ მიდის ეს გზა დასავლეთისკენ და ასე შემდგომ. რა აკლია ამ პროცესს ცვლილების თქვენი გადასახადით? იციან საქართველოს მოქალაქეებმა იციან რომ თქვა რომ ახლა იცი რა აკლია რაღაც ოღონდ არ მინდა კომპლექსურად აკლია. არ მინდა ხელი გავიშვირო მოქალაქეებისკენ ბოლომდე, ოღონდ მაინც მინდა რაღაცეები ახსნა. ისე ქართველმა ხალხმა იცის ეს ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგები, რომელიც ოპოზიციამ მოიგო. უბრალოდ მიიტაცა ხელისუფლებამ. ოღონდ აი აქ შემოდის სწორედ ამომრჩევლის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც მეტი რა უნდა ქნას ხმა მოგცა და მე პოლიტიკურ პარტიებს ეუბნება რომ დაიცავით ხმები. ოღონდ ხალხო დავიცვათ კი მაგრამ ვისით უნდა დაიცვას პოლიტიკურმა პარტიამ ხმები. პოლიტიკური პარტია ხომ არ არის მხოლოდ სტატუსი, არის ადამიანები. ოღონდ ის ადამიანები, ანუ პარტიაში გაწევრიანებული ადამიანები ხო ზუსტად ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც დანარჩენი სხვა. ამიტომ სინამდვილეში პოლიტიკურმა პარტიებმა დაიცვას ხმები, ნიშნავს რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვას ხმები. ყველამ დაიცვას თავისი ხმა. 2003-ში იყო ამის მზაობა და მოყვა შედეგები. 2004-შიც 12-შიც იყო ამის მზაობა. ეს მიუხედავად აი ღმერთი ჯული დავიფიცებ ხადზე, რომ არავის არ ქონდა განწყობა, რომ თუ ჩვენ არჩევნებს წავაგებდით ძალისმიერი მეთოდებით რამე შეგვეცვალა. გაცხადებული მქონდა, რომ მარტივი მიზეზის გამო პასუხისმგებლობას გრძნობდით ხალხის წინაშე და თუ პირობითად ვამბობთ ჩვენ ძალით გადავტეხავდით არჩევნების შედეგებს, თქვენ გონიათ ღონეში იმ ეტაპზე ვერ მოვერეოდით ქართულ ოცნებას, ოღონდ ის დასავლური გზა, რომელზედაც ჩვენ ვადექით, უბრალოდ დაიკეტებოდა და ეხლა დასავლური გზა ჩემი ქვეყნისთვის დაიკეტება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თუ ჩემი პარტიის ხელმძღვანელობით, ჩემთვის შედეგის თვალსაზრისით ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. დაიკეტებოდა უბრალოდ დასავლური განვითარების გზა და ჩვენ რა თქმა უნდა ამას მოვეკეცით პასუხისმგებლობით. ოღონდ მოდი ვთქვათ მეორეც, ქართველი ხალხის ის ნაწილი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ მიცა ხმა მზად იყო დაეცვა თავისი არჩევნები და გახსოვთ ალბათ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებთან. დაახლოებით ანალოგიური პასუხისმგებლობა მინდა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ. მე არ უნდა დამიცვას, თავისი არჩევანი უნდა დაიცვას და ჩემს პირად ცხოვრებაშიც ყოფილი. ეგეთი მაგალითი, როდესაც ნოემბრის წვიმიან დღეებში ვეხვეწებოდი ხალხს ხომში, წასულიყვნენ სახლებში, წვიმდა, თავსხმა წვიმა იყო და გვერდზე გამწიეს უბრალოდ და მეთქეს რომ შვილო შენ თავი დაგვანებე, ჩვენ შენს უფლებებს არ ვიცავთ, ჩვენ ვიცავთ ჩვენ უფლებებს და 3 თუ 4000 კაცი ერთი კვირის განმავლობაში იდგა გარეთ. სამწუხაროდ არჩევნების დღეს აი ეგ ვერ მოვახერხეთ ჩვენ, ვერც დავარწმუნეთ და ვერც ამომრჩეველმა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებამ აი რუსული კანონის მიღების პერიოდში რა ტემპერატურაც იყო ქვეყანაში, აი ეს ტემპერატურა რო ყოფილიყო, მე გარწმუნებთ არჩევნებს ვერ გააყალბებდნენ. ეხლა 100-0 რომ მოუგო ხელისუფლებას, თუ შეხმას მიცემდა სახში წახვალ, რატო არ გადაწერს და რატო არ დადებს იმას რაც უნდა. ამიტომ ვამბობ, პასუხისმგებლობა ყველას გვეკისრება, მათ შორის პოლიტიკოსებსაც, ოღონდ კიდე ერთ ნიუანსზე გავამახვილებ სოფო ყურადღებას. იცით რა, ხო ძალიან უჭირს ხალხს, ნამდვილად ძალიან უჭირს. ოღონდ ხალხს აქვს ერთი მნიშვნელოვანი გამოსავალი. მას შეუძლია აი ამ გაჭირვებას რაღაცნაირად უპასუხოს და რა არის ეს? არ არსებობს პრაქტიკულად ოჯახი, რომელსაც უცხოეთში არ აყავს ოჯახის წევრი. პრაქტიკულად აღარ არსებობს. ან არიან ბიუჯეტზე ჩამოკიდებული ბოდიშვიხტი და ვირთხები. ან ორივე ერთად. აქაც ბიუჯეტზე ჩამოკიდებული ვირთხებია და ნაცავი უცხოეთში წავს და უამრავი ის ვიცი რა ქვია, ემიგრანტი, რომელიც ევროპაშია და აგინებს თქვათ ევროპას. მცირესობა სხვებთან შედარებით, მაგრამ მაინც ანუ ისე თქმა მინდა, მაინც აი იცი რა, ამ გაჭირვებულ ცხოვრებას მაინც პასუხობს რაღაცით, ოღონდ იქიდან გამოგზავნილი ფულით. თუ იცი სოფო რამდენია წლიური შემოსავალი? 4 მილიარდი დოლარია. 4 მილიარდი დოლარი ინვესტიცია შემოდის და აი ამას რომ დაგვიხურავენ ხვალდაზე, ქართველებმა უნდა გაიგონ ერთი რამე. ოღონდ სამწუხაროდ სანამ ყრუკედელს ბოლომდე არ მიადგება, მანამდე შემოbrunების მომენტს ვერ ხდება, ან ვერ ვახვედრებთ, ჩვენ არ ვიცი, ყოველ წუთს ამას ვეუნებით, ყოველთვის ამას ვეუნებით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია მუდმივად ამბობს, არ ვიცი სხვათა შორის რამდენად მართალია. შეიძლება პირიქით ჯობდეს, რომ ჩიხის ბოლოში რაც შეიძლება მალე გავიდეთ, რომ მალე მოგვიწიოს უკან დაბრუნება. ოპოზიცია მუდმივად ამბობს, რომ არ დასაჯოთ ქართველი ხალხი, დაიწყეთ პერსონალური სანქციები. ოღონდ უნდა მიხვდეს ქართველი ხალხი ერთ რამეს, რომ საბოლოო ჯამში პასუხისმგება მოუწევს იმას, ვინც პასუხისმგებელია. ხელისუფლებაზე პასუხისმგებელი არის ხალხი.
ადრე თუ გვიან მოუწევს. მე აქ ლაპარაკი იმაზეა, უჩვენოდ მოუწევს. თქო მიმეორებ ჩვენ ამ წუთში სად იქნებით ამ დროს? პოლიტიკური ჩვენ პირიქით ქართული ოპოზიცია დღეს ცდილობს რომ ეს დრო გადაავადოს და მე კიდევ ერთხელ ვამბობ მე სადღაც ეჭვიც კი მეპარება სწორია თუ არა ეს იმიტომ რომ ბათად სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი ვიღაცა სულაც არ აწუხებს რა თავარია მას აქვს საშუალება იაროს ევროპაში რა მაწუხებს მეორე სოფო რო იცოდე ძალიან მაწუხებს თან სამწუხაროდ და ეს არაერთხელ მithქვამს რომ ევროპაში უნდა 86% ქართველებისას გამოკითხვით თორემ სამწუხაროდ ეს ორად იყოფა ერთს რომელსაც უნდა ევროპა აქვს რომ საქართველოს იყოს ევროპული ტიპის სახელმწიფო თავისი მართლმსაჯულებით თავისი ეკონომიკით თავისი სოციალური დაცვის მექანიზმები და ასე შემდეგ მეორე ნაწილისთვის ევროპა მინდა უბრალოდ ნიშნავს რომ ევროპაში წასვლის საშუალება მიეცეს რომ შეეძლოს თავისი შრომით იქედან გარკვეული ბენეფიტების მიღება ოღონდ სამწუხაროდ აი ეს ნაწილი რომელიც ევროპაში მიდის თავში ვერ ხედავს უბრალოდ კონკურენციაში არ განიხილავს თავის თავს ევროპელთან. ევროპელთან თუ გინდა რომ კონკურენციაში მე მინდა რომ ქართველმა კაცმა კონკურენცია დაუწყოს ევროპელს სწავლაში, განათლებაში, საჭიროებაში, ცოდნაში. არა, როგორი ეცი? აი წავიდე, ერთი ძალიან მცირე ცუდი ნაწილი მიდის იმისთვის რომ ამე მოიპაროს, უმეტესობა კაცების მიდის რომ შავმუშად იმუშაოს და ქალბატონების უმეტესობა მიდის რომ სადღაც მოხუცის მომვლელი იყოს და აი ამ ყველაფერს კონკურენცია ევროპელთან არ ჭირდება. სხვათა შორის აქაც შემოვიდა კონკურენცია უკვე ჩვენზე უფრო გაჭირვებულ ხალხთან. ამიტომ იცი რა, ამას არ ჭირდება დიდი განათლება. ამიტომ არ წუხს ჩვენი ხალხი 12 წლიდან 11 ამას საქართველოს მოქალაქეს, იმიტომ რომ კონკურენციაში შევა რომ იყოს ამის საშუალება. უბრალოდ რატომ არ არის საშუალება? 11 დასავლური საგანმანათლებლო სისტემიდან ამოგვაგდეს გაცვლითი პროგრამები შეწყდა. ჩვენ შვილებს შანსი არ გაუჩნდა ქუთაისში პარლამენტის გადატანის იდეა რომ დღის წესრიგში დადგა, პასუხად იცი ნაწილმა რა დამიბრუნა? ეხლა გადმოვა პარლამენტი, თორე ის რა ქვია, ჩემი შვილი არ გახდეს დეპუტატი. ბიჭო, თუ ჩემი მშობლების შვილი, ჩვეულებრივი კარგი, მაგრამ ჩვეულებრივი სოფლის ოჯახი იყო, გავხდი დეპუტატი. თქვენი შვილი რატო არ შეიძლება გახდეს დეპუტატი? ან დეპუტატიც რომ არ გახდეს, იმ გადმოტანილს მე მესმის რა მაგრამ შესაძლოა არ იყო ასეთი გახსნელი კონკურენცია მის შვილს, რომ მიჯდეს საქართველოს რიგითი მოქალაქეს ეკნებოდა არგუმენტი. რატო არ ღელავს მაშინ საქართველოს აი ჩვენი შვილების მშობლები რატო არ ღელავენ? როდესაც მათ შვილებს არ ვიცი ვერ ხედავ მასიურად შეიძლება დაინახოთ ეს ბადნოკაკო თქვენ თვითონ ახსენეთ ეს რუსული კანონის მიღების შემდგომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ქუჩაში. გეთანხმებით რომ არ გამოვიდა ბევრი ადამიანი ქუჩაში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდგომ, მაგრამ ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე არათუ გამოვიდა რუსული კანონის მიღების მოწინააღმდეგეთა რიგებში, არამედ დიდხანს იდგა ქუჩაში. შესაბამისად, აქ ზუსტად მაშინდელიდან მოყოლებული ძალიან კაფიოდ ჩანდა თავიდან ეს იცით რომ მე ამის გვერდით არ დავდგები, მე იმის გვერდით პოლიტიკურ კლასსა და კრიტიკულ საზოგადოებას შორის გაუცხოების რაღაცნაირი ბარიერის და კედლის არსებობის სერიოზული, ასე ვთქვათ, სიგნალი იყო ეს. რაღაცნაირად ეს ეტაპიც გადაილახა, იმიტომ რომ ისეთი რეპრესიები მოყვა ხალხის წინააღმდეგ რეჟიმის მხრიდან, რომ ესეც გაქრა მე იმის გვერდით არ დავდგები. ეს ეტაპიც გაიარა საზოგადოებამ, მაგრამ ხელის გაშვერას ესეთი სულისკვეთებები ახლა არ მინდაო სულ ხელის გაშვერა საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ამიტომ მოდით მე პასუხისმგებლობის იმ წილზე ვისაუბროთ ახლა რაც პოლიტიკურ კლასს ეხება და რა რეალობასაც თქვენც ხედავდით ყველა ეტაპზე რომ ეს გაუცხოება იყო და დაკვეთა რომელიც მოდიოდა საზოგადოების მხრიდან არ სრულდებოდა სადღაც პოლიტიკოსები ამბობენ რომ ეს მათი პრობლემა არ არის იმ პირობებში როცა ყველა დაპატიმრებულია როცა რეპრესიები თქვენ მიმართაც სერიოზულია და ეს არის არგუმენტი. ამიტომ აი აქ მინდა ვიკითხო მცდელობა რასაც ახლა ვხედავთ თქვენს ფლანგზე, მაგალითად ალიანსი, რომელიც ბევრი სირთულის მიუხედავად ცდილობს რომ საერთო, ასე ვთქვათ, დღის წესრიგიც გვაჩვენოს, იყავით ქუთაისში, მე ბათუმში, ამ ფლანგზე რა ხდება? რამდენად გამოდის ეს საქმე, ასე ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე ვიკითხო.
ჯერჯერობით გამოდის პრობლემებით, წვალებით, მაგრამ გამოდის და იმედი მაქვს, რომ პირიქით პრობლემები დაიკლებს ურთიერთობას გულისხმობ, თორე ქვეყანა სამწუხაროდ პრობლემებს რა გამოულებს და პირიქით კიდევ უფრო ეფექტურები გავხდებით. მე განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა 26 მაისის დიდ ღონისძიებას და მე ვხედავ მე ეს არის მიზანი ამ რეგიონში გასვლების მათ შორის 26 ადამიანების გამოყვანა. ეს არის ესე ვთქვათ შვალედური მიზანი რა. იმიტომ რომ საბოლოო მიზანი ხარ შეიძლება იყოს 26-ში გამოსვლა. მაგრამ ამ ხალხს მეუბნებით რომ 26-ში თბილისში ჩამოვიდეს ალბათ. რა თქმა უნდა, ოღონდ კიდევ ერთხელ მინდა ბევრი სვამ შეკითხვას, აი რო ჩამოვალ რა იქნება. აი მან დარი ყველაზე, აი ბოდიშვილი ძახლისთავი მანდარი დამარხული ხოლმე ადამიანებს აქვთ განცდა რომ რაღაცაზე რომ მოვლენ იქვე უნდა დამთავრდეს ყველაფერი. სხვათა შორის რაღაცნაირად მივეჩვიეთ რომ თითქოს აი ესე რომ გამოვიდოდა ხალხი ქუჩაში, მალევე მთავრდებოდა. ეს იყო 2003 წელს, იყო 90 წელს, როდესაც ზვიადგამსახურდია მუზარმაზარი მიტინგი მიაყენა ხელისუფლებას და იქვე გადაწყდა სინამდვილეში არჩევნების ბედი, ოქტომბრის არჩევნების ბედი არ გადაწყვეტილა ოქტომბერში, მანამდე გადაწყდა. ქართველები მივეჩვიეთ, მათ შორის ჩვენც, რომ აი ხალხმრავალი მიტინგებით შეიძლება მყისიერად რაღაცა გადაწყდეს. ეხლა გადავედით სხვა ეტაპზე, ხო ფაქტია, რომ ისეთი ხალხმრავალი მიტინგი, როგორც 24 წელს იყო კობახიძის გამოსვლის მერე საქართველოს ისტორიას ყოველ შემთხვევაში ბოლო 10 წლეულების არა რამდენიმე წლის არამედ 10 წლეულების მიტინგს არ ისტორიას არ ახსოვს. თან განსხვავებით ყველა სხვა მიტინგისგან, წარსულის ყველა სხვა მიტინგისგან, რომელიც ძირითადად იყო დაორგანიზებული პოლიტიკური პარტიებისაგან რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხით, ეს იყო პირდაპირ თბილისიდან მისით მოსული ადამიანები. მაგრამ ნუ იმის გამო რომ თქვა შედეგი ვერ დაიდო, დღეს ბევრი ვინმესგან მესმის, აი რომ მოვიდეთ, მე რა იქნება. უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამე, ბევრჯერ მოგვიწევს მოსვლა. ჩვენ უნდა ქართველი ხალხის იმ ნაწილს, რომელიც უფრო ფრუსტრირებულია, ასევე ჩვენს პარტნიორებს უნდა დავანახოთ, რომ არ ჩამკვდარა პროტესტი. ამიტომ თქვენს მოსვლას იქ აქვს მნიშვნელობა მინიმუმ ორი მიზნით. ერთი რომ ქართველები დანარჩენმა ვინც სახში დაჯდა, იმან დაინახოს, რომ პროტესტი არ მომკვდარა და ჩვენ პარტნიორებმაც დაინახო, რომ პროტესტი არ ჩამკვდარა. აი ეს ლაპარაკი რომ აი ამერიკასთან დავალაგეთ, ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოთ და დავიწყოთ. ბევრჯერ მithქვამს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიახ, დაიწყება ახალი ფურცლიდან, ოღონდ იმ ფურცელზე რაღაცა დაიწერება, ცარიელი კი არ დარჩება ის ფურცელი. ამიტომ ვარწმუნებ ყველას პირველ იმ სუფთა ფურცელზე დაიწერება დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ანუ თუ გინდა რომ აღვადგინოთ თქვენთან ურთიერთობა, მეც მინდა, ჩემი ქვეყანა სჭირდება, თქვენ ქვეყანა სჭირდება, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, მოდი დავწეროთ ახლა ის რა უნდა ქნათ თქვენ და რა უნდა ქნათ მე. პირველი დაიწერება დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ოღონდ აქ ოპოზიციურ საქართველოს ოპოზიციურ პარტიებსაც აქვს დიდი როლი სათამაშებელი, იმიტომ რომ პარტნიორები უნდა ხედავდნენ რა არის პირველი ამოცანა, რაც მათ უნდა დაუყენონ მოთხოვნად თავიანთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი უჩვენოდ დააყენებენ ამ მოთხოვნებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინაშე. ოღონდ მათ აინტერესებთ რა არის ის მოთხოვნები, რასაც თქვათ ჩვენი ქვეყნისთვის ვაყენებთ და აი აქ არის ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანი. ოღონდ იმ პარტნიორებმაც უნდა დაინახოს, რომ პროტესტი არ მომკვდარა ქვეყანაში, რომ ამ ოპოზიციური პარტიების ზურგს უკან დგას საპროტესტო მესიჯის მიტანა საზოგადოებამდე. რა არის უკუგება იქ სახელმწიფო არხებით ამიტომ მე ვეუბნები თითოეულ ქართველს. იფლის სათითაოდ მოსულ ადამიანს იქ და თქვენ რა განსაკუთრებით. მათ შორის თქვენთანაც ყოფილი ვარ და ბევრჯერ მithქვამს ფორმულაში გიორგისთან თქვენთან. მოგწონთ თუ არ მოგწონს ერთმანეთი, დღეს არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც არჩევნებში 10% დაუწერეს, არ წარმოადგენს ალგეაღებული ქართველ ხალხს, იმიტომ რომ 10-11%, მოდი ჩავთვალოთ, რომ 5% დაგვაკლეს და იმიტომ რომ 60%-ზე მეტი სინამდვილეში ხო არ აგვიღია, 15 გამოდის საშუალოდ, რადგანაც 11, 10, 9, აი ესეთი იყო მეტნაკლებად თანაბარზომადი იყო არჩევნები. ყველა კოალიციას ჰყავდა მნიშვნელოვანი რაოდენობის ამორჩეველი, მაგრამ ცალკე აღებული მეათედია, მეტი ხო არ არის. ამიტომ საჭიროა რომ გარეთ მაინც ხედავდნენ ადამიანები ერთად. არ ჭირდება სწავლა უბრალოდ სხვების გასაგებად ვიტყვი, წარმოიდგინე რომ ამერიკელმა კონგრესმენმა თქვა, რომ რომელიღაც კონგრესმენმა თქვა, რომ საქართველოს დაუთმობ თქვათ ერთ დღეს. 9 პარტია რო ცალ-ცალკე მიადგება და 9 პარტია რო ერთად მოთხოვს, ცალ-ცალკე მოთხოვს შეხვედრას, 1 საათი ერთთან, მეორე საათი მეორესთან, მართლა გონია ვინმეს რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი თელ დღეს, ან მithumetes თელ კვირას დაკარგავს ქართული პარტიების სხვა
სხვადასხვა წარმომადგენელთა სხვადასხვა დროში შეხვდეთ რას ამიტომ უნდა მოუახერხოთ რამენაირად რომ გარეთ სადაც შიგნით ხო გვაქვს მეტი სირთულეა ხო განსხვავებებია გარეთ ხო არა გვაქვს ესეთი დიდი განსხვავებები გარეთ ხომ ჩვენი პოზიციები პოლიტიკური მოთხოვნები ერთმანეთთან ახლოს არის ამიტომ საჭირო და კარგი იყო რომ ამ კოალიციაში ყოფილიყო 4-ვე პარტია არ გამოვიდა 3 მაინც ნუ ეხლა არის 2 და რამენაირად ამ ორის შენარჩუნება არის საჭირო და მე ყველა აქტორს მოუწოდებ რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ თავიანთ პოზიციონირებაში არის შეთანხმება და ნუ გადავწდებით ძალიან ერთხელ შეიძლება გაუტაროთ ორჯერ არ მივაქციოთ ყურადღება მეცაც გეთქვით რა ქვია პირველივე ჩვენ საყვედურებენ რატო გავაკეთეთ განცხადება იმიტომ რომ სანამ უფრო ესე ვთქვათ ძლიერად დარღვეულა ის შეთანხმებები ჯობია რეაგირება თავიდანვე იყოს უბრალოდ თქო ამომრჩეველსო ძალიან მტკივნეულად ნუ მიიღებს ამას მე ვიცი რატო თქვათ იმიტომ რომ ისევ წუხილი აქვს იმისა რომ ხო არ ვიშლებით ისევ უთანხმოება ოღონდ რთულია დემოკრატია ამიტომ ყველა მე ვეცადოთ რომ იმ შეთანხმების ფარგლებში ვიყოთ რა შეთანხმებასაც ხელი მოვაწერეთ და რაც თავარია მინდა ქართულმა ხალხმა იცოდეს რომ ეს ალიანსი მიუხედავად იმისა როგორ ფიქრობთ ის 15 წლიანი მუხლები რატოა ჩამორიგებული ამ ხალხზე საკმარისია თქვა რომ დასასაქცირებელია რომელიმე მინისტრი და ამას რას გეუბნებიან იცი რომ თქვენ ამით დააზიანეთ მინისტრის რომელიღაც მოადგილე ვერ წავიდა თურმე ამის გამო სადღაც შეხვედრაზე ამით დაზარალდა სახელმწიფო ინტერესი ანუ თქვენ საბოტაჟი გააკეთეთ ამით რომ თქვით რომ ის რა ქვია ხარება თუ ვიღაცა იქცეოდა საზღვრად ანუ თურმე არ უნდა ვთქვათ ეგ რომ საზღვრად იქცევიან ამიტომ კანონებს თუ შევხედავთ პირბადის არებაც კრიმინალია ამ ქვეყანაში და ოღონდ უყურეთ ტროტუარზე დგომა კრიმინალია მაგრამ 15 წლიანი ოღონდ მიუხედავად ამისა კი არავის იმავშები უბრალოდ მინდა დაინახოს ეს ადამიანებმა რომ მიუხედავად ამ ხიფათისა არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ არის უკან დახევისთვის განწყობილი ოღონდ ამას ჭირდება ერთი რამ მათ უნდა კონდეთ ლეგიტიმაცია და მათ უნდა კონდეთ ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება ამიტომ 26-ში ქუძეკაცი უნდა გამოვიდეს და კიდე ბევრ 26-ში მოგვიწევს გამოსვლა სანამ შიგნით ზეწოლითა და გარედან წლეხით არ მივაღწევთ ჩვენთვის სასურველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ბევრი რამე ხო არ მინდა. დემოკრატიული არჩევნები